საღამო მშვიდობის სამეგობრებო 1998 წელს რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ 30 სექტემბერი გამოაცხადა ინტერნეტის დღედ. რატომ დავიწყე ამბავი ასე და არაცოდა მოგვიანებით, იმიტომ რომ ჩვენი გათამაშებაც ხო ინტერნეტით გადის საქართველოს ეროვნული ლოტარიის Facebook და YouTube არხით, რა თქმა უნდა, ინტერნეტშია და მინდა გითხრათ რომ 19:45 წუთი შესრულდა და დავიწყოთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ინტერნეტის დღე ყოფილა. ლოტო 535 ოქროს ბურთის 2516 ტირაჟი 178,000 ლარზე მეტი ჯეკპოტი და 11,000 ლარს 100 და ჩვენი მეორე კატეგორია კარგად მიიწევს წინ. აბა ვნახოთ დღეს რა მოხდება 3 2 1 აბა ლოტოტრონ აბა ოქროს ბურთო აბა შენიცი დღეს 2 ლოტოს საღამოა 7 1 2 3 4 5 7 მოკლედ ჩვენი ინტერნეტ გაშვების შემდეგ ჩვენი მორიგი ტირაჟის შემდეგ 1 საათში რუსთავი 2-6 42-ის მორიგი ტირაჟი 555,000 ლარზე თუ მეტია აშკარად ჯეკპოტი იქ. ჩვენ დავიწყოთ ჩვენი გათამაშება და პირველი ბურთიც უკვე ავიდა ცაში და ჩამოგორდა ჩვენთან და იგი არის 21 2536 ტირაჟი გაიხსნა და 21 არის პირველი ბურთი. მეორე ბურთს ველოდებით და გვინდა რომ ოქროს ბურთი იყოს 5 ბურთს შორის ძალიან გაგვიხარდები ოქროს ბურთო. აბა შენს იაქტიურე. მეორე ბურთმა იაქტიურა და 20-მა თქვა რომ 21 არის, მაგრამ მეც იქვე ქვემოთ ვარ და მოუგორდები გვერდითო. აბა ოქროს ბურთო, აბა შენიცი, აბა მარდად. შორს არ წასულან და ჯორდანმა იმარჯვა, ჰაერში ფრენა მას არ გაუჭირდებოდა და 23-იც ჩამოგვიგორდა მეგობრებო. მესამე ბურთი არის 23. აბა შემდეგ ბურთს დაველოდოთ რა იქნება, ვნახოთ მეოთხე ბურთი. შეტრიალდა 23 და ჩამოგორდა 22. რა საინტერესოა ეს რიცხვები რომ ერთმანეთს ემთხვევა ხოლმე. შემდეგი ბურთი არის 22 და 23-ის მეზობელიც მოგორდა ბოლოს 24 მეგობრებო, სულ 20-იანებსა და 30-იანებში ვარ, მაგრამ ზედად 20-იანებში. 2526 ტირაჟი. ამით დავასრულეთ, გადავიმეოროთ კომბინაცია და შემდეგ პატარა სიურპრიზი გვაქვს. მაშასე წავიდა 21, 20, 23, 22 და 24. შემოდგომის მოგებების სერია საქართველოს ეროვნული ლოტარიის ყველა გართობაში გრძელდება მეგობრებო და წყალტუბოში ალექსანდრე ჯანელიძემ სუპერ 7-იანი ესე მოიგო 25,000 ლარი ვულოცავთ ალექსანდრეს და მოდით გავიცნოთ ჩვენც და რა მოხდა მის ისტორიაში, როგორ მოიგო ეს ყველაფერი. ბედნიერების მორიგი ისტორიით ამჯერად წყალტუბოში მცხოვრებ ალექსანდრე ჯანელიძეს ვესტუმრეთ, რომელმაც მომენტალურ ლოტარია სუპერ 7-იანში 25,000 ლარი მოიგო. მოდით გავესაუბროთ ალექსანდრეს და გავიგოთ მისი გულწრფელი ემოციების შესახებ. მოგესალმები ალექსანდრე, გილოცავ პირველ რიგში მოგებას. მოვედი რათა გადმოგცეთ კუთვნილი 25,000 ლარი. მოგვიყევით თქვენი ბედნიერი ემოციების შესახებ. სად შეიძინეთ ბილეთი და როგორი ემოციები გქონდათ? ბილეთი სუპერ 7-იანი შევიძინე ზუგდიდში, გადავყიდე და მოვიგე 25,000 ლარი. არ მჯეროდა, მაგრამ ხდება სასწაულებიც. რაში დახარჯავთ კუთვნილ? ოჯახს მოვახმარ ამ თანხას. ძალიან კარგი, ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ბრძანდებით. ყველას გისურვებთ მოგებას, მადლობა სუხდი ლოტარიის კომპანიას. ალექსანდრე ჯანელიძე ნამდვილად იღბლიანი ადამიანი აღმოჩნდა. თქვენ კი გახსოვდეთ, იგებს ის, ვინც თამაშობს. მოგება კი შეუძლია ყველას. ვულოცავთ ჩვენს ალექსანდრეს საქართველოს ეროვნული ლოტარიის სახელით. კარგი ამბავია, ნამდვილად თქვენს გისურვებთ ყველას მოგებას და ჩვენთან რა ხდება 653 გამარჯვებული ყოლია დღევანდელ გათამაშებაში. მეხუთე მეოთხე კატეგორია თავისთავად და მესამეში სამმა თქვენთაგანმა იმარჯვა და სამ ნაწილად გაიყო დღევანდელი მესამე კატეგორიის ფონდი. ასეთი ამბავი იყო დღეს. დაელოდეთ რუსთავი 2-6 42-ის მორიგ გათამაშებას და ყველას მოგებას გისურვებთ. აბა, ხვალამდე.